მე გახლავართ გიორგი ნემსაძე, 35 წლის ბიჭი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ოცნება, ბევრი სკეპტიკურად მიყურებ და რა დაბრკოლებები იყო, როგორ გადალახე ეს დაბრკოლებები, როგორ მიხვედი სტარტაპამდე? მე შევძელი. ანუ არ ჯეროდათ, მაგრამ მე ეს გავაკეთე. კაცი, რომელსაც ბევრი ოცნება აქვს და ოცნებებს რეალობად აქცევს. გაყიდვების დაწყებული კარიერა და საკუთარი სტარტაპი. გიორგი ნემსაძე, Eagle Hills-ის გაყიდვების მრჩეველი და კომპანია Zip Home-ის თანადამფუძნებელი. დეველოპერულ ბიზნეს ტენდენციებზე და მომავალზე ისაუბრებს. არსებობს თუ არა რისკი, რომ უძრავი ქონების ფასი დაეცემა? საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და პანდემიის მერე უფრო უმეტესწილად ძალიან ბევრი დეველოპერული კომპანია დარეგისტრირდა. ვინც მშენებლობა გადაწყვიტა და კორპუსის აშენება გადაწყვიტა, ყველა დეველოპერად მიიჩნევს თავს. ვიზე არის გათვლა დეველოპერულ სექტორში? ვიზე იყიდება ეს უძრავი ქონებები? იმუხარებელն არ იყიდა. სტარტაპერი პოდკასტის წარმდგენია ფიფლია, შენი ბიზნესის საიმედო HR პარტნიორი. ყველა მეწარმემ ოდესღაც 0 დაიწყო ათვლა და ახლა ლოკალურ ან გლობალურ მწვერვალებს იპყრობს. სტარტაპერი პოდკასტი აერთიანებს იდეებს, ადამიანებს, მეწარმეებს, ვინც უკვე ამ გზას გადის და მაყურებელს, რომლისთვისაც ეს გზა ძალიან საინტერესოა. თუ შენ ხარ ბიზნესის მფლობელი და გსურს, რომ შენი ბრენდი ასოცირდებოდეს წარმატებულ ჯანსაღ სტარტაპთან, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი, დაგვიჭირე მხარი ამ წამოწყებაში და გახდი სტარტაპერი პოდკასტის პარტნიორი. შენი ღირებულებები, შენი კომპანიის ბრენდის წარმატების საწინდარია. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი სტარტაპერი. პოდკასტი არის ბიზნესზე, მეწარმეობაზე და ყველაფერზე მეწარმეობის შესახებ. დღეს სტუმრად გვყავს გიორგი ნემსაძე, Zip Home-ის თანადამფუძნებელი და Eagle Hills-ის გაყიდვების მრჩეველი. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით, მარიამ. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ასევე დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან. მე შეგახსენებთ, რომ ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გთხოვთ, რომ გადახვიდეთ ჩვენს გამოწერის ველზე, ხილაკზე და აჭიროთ გამოწერას. ეს ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში, უფრო მეტი სტუმრის მოწვევაში, უფრო მეტ წინსვლაში და ასევე უფრო მოვახერხებთ, რომ მეტი ადამიანი მოვიყვანოთ ჩვენთან, მეც საინტერესო საკითხზე ვისაუბროთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეპიზოდები, რომელიც მოგეწონებათ და ასევე დაგვიწერეთ თქვენი კომენტარი, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები პოდკასტთან დაკავშირებით. დავიწყოთ, გიორგი. დავიწყოთ. ესე იგი, ტრადიციული კითხვა გვაქვს პოდკასტში, ვინ ხარ, რა გინდა და სად მიდიხარ. მოგვიყევი შენ შესახებ და მერე გადავიდეთ დანარჩენს. მე გახლავართ გიორგი ნემსაძე, 35 წლის ბიჭი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ოცნება და აქვს გარკვეული მიზნები და ცდილობს მაქსიმალურად ყველაფერს, რომ ეს მიზნები მოიყვანოს სრულყოფაში. ამ ეტაპზე გახლავართ ერთ-ერთი საერთაშორისო დეველოპერული კომპანიის გაყიდვების მრჩეველი. რო გითხრათ, გაყიდვების მიმართულებით დაახლოებით 12 წელია, რაც ვარ ჩართული. პირველი ჩემი სამსახური, ესე ვთქვათ, იყო გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიაში საქართველოში. ახლობით 12 წლის წინ, სადაც 1 წლის განმავლობაში გავდიოდი იმ საწყის ნაბიჯებს, რაც რეალურად შემდგომ გჭირდება გარკვეული მიმართულებით, რომ განვითარდე, ესე ვთქვათ, გაყიდვების მიმართულებით, გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით და შემდგომ უკვე ვისწავლო, რაც მთავარია ყველაფერი, რაც სამომავლოდ გამოგადგება. ეს სფერო დეველოპერული გაყიდვები რეალურად ჩემთვის არის ძალიან საინტერესო და ეს სფერო და ეს პროფესია თუ არ გიყვარს, შენ რეალურად წარმატებას ვერ მიაღწევ ამ კუთხით. ჩემი პირველი გამოცდილება ის იყო, რომ სადაც მივხვდი, რომ რეალურად ეს ჩემთვის არის ის, რომ ის მახსოვს ის დღე, როცა გაყიდვების მენეჯერმა გადმოგვიმისამართა გარკვეული მომხმარებელი, გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიცია, რას გულისხმობს გეტყვით ახლა მაგას. ანუ იყავი მშენებლობაზე, მოდიოდნენ კლიენტები, მშენებლობის პროცესი მიდის, რა თქმა უნდა, ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით იყო ეს ყველაფერი.
იღებ ჩაფხუტებს, აკყავს მე-20 სართულზე ფეხით, იმიტომ რომ იმ მომენტში ლიფტები არ არის ჩართული, აკყავს ფეხით, ათვალიერებენ, ყველა მომხმარებელი ვინც მოდიოდა ადგილზე, ყველა უნდა აგიყვანა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა იმ პერიოდში ეხლაც რამე უძრავ ქონებას რო ყიდულობ, შენ გინდა რომ ნახო რეალურად, თუ როგორი ხედები აქვს, როგორი გეგმარება აქვს იმ ბინას, რამდენად კომფორტულია ეს შენთვის. ამიტომ იყო ეს პერიოდი მოვიდა მომხმარებელი, ავედით ფეხით, თუ როგორც მახსოვს მე-20-21 სართული იყო. ჩამოვედით. იმ მომხმარებელმა არ იყიდა. და შემდგომ ზუსტად ნახევარ საათში შემოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ათვალიერებდა ეზოს უბრალოდ და კარგი იმის ჰქონდა იმ კომპანიას, რომ ჰქონდა შიდა დახურული ეზო, რომელიც იმ პერიოდში იყო გარკვეულწილად მოწყობილი. მუყურებდა ამ კორპუსს გარედან და რომ მივედი, გვერდზე ჩაუვარე, რაღაცა მივხვდი რომ არ იყო. ქართველი, ეს უბრალოდ აინტერესებდა რაღაც, გამოვესაუბრე. თუ გაქვს რამე ყველაზე დიდი ბინა ამ პროექტში, ესე მეტყვი. კი ბატონო, ავიყვანეთ 21 სართულზე, პენტჰაუსში. იმ დროს ის ბინა იყო ყველაზე რთული გასაყიდი იმ პერიოდში. ჰქონდა დიდი ტერასები და ყველა ძირითადი მომხმარებელი ცდილობდა იმ პერიოდში, რომ მაქსიმალურად პატარა აივანი ქონოდა ბინას, რომ ის იყო მისთვის საინტერესო, რომ არ უნდა დაკარგულიყო ფართი და არჩენოთ რომ შიდა ფართი ყოფილიყო ბევრი და ასე შემდეგ, მაგრამ მაგას თავისი პლუსებიც აქვს და აქვს თავისი მინუსებიც, რა თქმა უნდა. მოკლედ ეს უძრავი ქონება, რომელიც იყო რთულად გასაყიდი იმ პერიოდში, გავყიდე ესეთ უცხო ადამიანზე, რომელიც უბრალოდ იდგა და უყურებდა ამ კორპუსს. მაგის მერე დაიწყო უკვე ჩემი კარიერა როგორც გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გადამიყვანეს ოფისში უკვე იქ ყოველდღიურად არ ვიყავი მხოლოდ შაბათობით. მაგრამ კარგად მიდიოდა პროცესი, კარგი შედეგი ვაჩვენე. მის მერე უკვე დაიწყო ჩემი განვითარება გაყიდვების მიმართულებით. იმ კომპანიამ იმ პერიოდში ვფიქრობ, რომ შექმნა დეველოპმენტში გარკვეული ეპოქა, თავისი ისტორია დაწერა. იმ პერიოდში კომპანიას ჰქონდა ისეთი პროდუქტი გამოტანილი, რომელიც სხვა არც ერთ დეველოპერულ კომპანიას არ გააჩნდა ბაზარზე, მაგალითად, გულისხმობ იმას, რომ ჰქონდა გარემონტებული ბინები. რომელიც იმ პერიოდში რეალურად დეფიციტი იყო. როგორც უცხოელი ინვესტორის სიტყვაზე, ხო, რომელიც არ ცხოვრობს ამ ქვეყანაში საქართველოში და არ აქვს ის ფუფუნება, რომ მაგალითად ჩამოვიდეს, გარკვეული დრო დახარჯოს, გაჩერდეს 3, 4, 5 თვე ადგილზე, გაარემონტოს ბინა და შემდგომ მოახდინოს მისი რეალიზება და სრულყოფაში მიყვანა, რა თქმა უნდა, ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს. ამიტომ ის კომპანია აძლევდა იმის საშუალებას ინვესტორს, რომ შეეძინა ესეთი მზა პროდუქტი, ხარისხიანი პროდუქტი და შემდეგ მოახდინა მისი რეალიზება, თუნდაც გაქირავება, გაყიდვა ან თუნდაც ეცხოვნა შიგნით კომფორტულად. ამ კომპანიაში გავატარე დაახლოებით 8 წელი, გავიცანი უამრავი ადამიანი, რა თქმა უნდა, საუკეთესო მეგობრები ჩემთვის დღემდე, ბევრი მათგანი, შემდგომ უკვე დაიწყო ჩემი ესე ვთქვათ გზა სხვადასხვა კომპანიებში. მის მერე უკვე დაახლოებით როგორც ვთვლი, ჩემ ხელში გაიარა ალბათ 30-მდე პროექტმა. ჯამურად რო დავთვალო ბინების რაოდენობა 3500 წდება, რის გაყიდვებშიც მივიღე რეალურად მონაწილეობა. და დღესდღეობით ვარ ერთ-ერთი საერთაშორისო დეველოპერული კომპანიის გაყიდვების მრჩეველი. და ასევე ვარ ჩემი მიმართულება მაქვს ასევე ბიზნესის კუთხით, რომელიც არის დაახლოებით 1 წელი უკვე ბაზარზე. სტარტაპერი ხარ. სტარტაპერი ვარ, ესე ვთქვათ. მე და ჩემო მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვიკეთებინა სარემონტო მიმართულებით კომპანია, რადგან პირდაპირ კვეთაში არის ეს უძრავ ქონებასთან და პირდაპირ კვეთაში არის დეველოპერულ ნაწილში. პანდემიამდე პერიოდში ის კომპანია თუ აკეთებდა რემონტით ბინებს, პანდემიის მერე უკვე გაჩერდა რემონტის შეთავაზება, რადგან დეველოპერული კომპანიებისთვის უკვე ეს პრობლემას წარმოადგენდა. დროში იწელებოდა ეს ყველაფერი და დეველოპერულ კომპანიებს უკვე აღარ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ გადაეწიათ კიდე დამატებით მშენებლობის ვადები და ასე შემდეგ, ისედაც პანდემიამ ბევრი პროექტი რაღაც კუთხით იმ პერიოდში გააჩერა. ამიტომ ეს არემონტო კომპანია, რომლის ამფუძნებელიც გახლავართ არის Ziphoome, დაახლოებით 1 წელიწადი ოპერირებს ბაზარზე და საკმაოდ წარმატებულად. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგი ამ ეტაპზე არ გვაქვს სრულად ჩართული და ვფიქრობ ჯერ საჭირო არც არის, რადგან ყველაზე მთავარი გაყიდვებში
არის word of mouth-ი, რომელიც მუშაობს ფანტასტიკურად. იდეალურად კი. შენ თუ გააკეთებ და შექმნი რამის კარგს, რა თქმა უნდა, იმას ყველა ხედავს. და რა თქმა უნდა, ის ურჩევს თავის მეგობარს, ის მეგობარი კიდე თავის მეგობარს და ესე გარკვეული ჯაჭვი კეთდება ამ მიმართულებით. რატო ვთქვი და გავიმეორებ კიდევაც, რატო არის კავშირში ეს სარემონტო კომპანია უძრავ ქონებასთან, ხო? რეალურად მე როგორც ინვესტორი, რო ვყიდულობ დღეს რაღაც უძრავ ქონებას, ხო? მაგალითად ბინას, რომელიც არის თეთრი კარკასი, მწვანე კარკასი, ეს ტერმინოლოგია უკვე სხვადასხვა დეველოპერ კომპანიებს სხვადასხვა სვანაირად აქვს. ზოგი მწვანე კარკასი ამბობს იგივე თეთრი კარკასი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კლასიკურად როგორ არის? კლასიკურად რეალურად არის ეს მცნება, არის თეთრი კარკასი, არის რემონტი, არის შავი კარკასი. თეთრი კარკასში იგულისხმება ის, რომ უნდა იყოს გაყვანილობა გაკეთებული, კედლები გალესილი, ეგრეთ წოდებული მოჭიმული ატაკი გაკეთებული, ცენტრალური კარები, აივნები სრულად მოწყობილი და ასე შემდეგ. ბევრი მარკეტინგულად უთავს სვანაირად. შეიძლება დაამატოს რაღაც გარკვეული ბენეფიტი დაუმატოს, მაგალითად, სულ წერტილში გაყვანილობა. დავარქვით მწვანე კარკასი. ზოგი თბილ კარკასს არქმევს, ანუ სულ სხვადასხვა მოცემულობა, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროებს სრულყოფაში მოყვანას. რომელსაც დეველოპერული კომპანია არ აკეთებს დროის სიმწირის გამო. ამიტომ მე როგორც ინვესტორს რო შევიძენ უძრავ ქონებას და იმ უძრავ ქონებას დროსთან მიმართებაში ფასი ემატება რა თქმა უნდა. მინდა რამის რეალიზება მოვახდინო. თუნდაც მინდა გავყიდო სამომავლოდ, ხო? ყიდოს რა თქმა უნდა აინტერესებს უკვე გამზადებული ბინა. აინტერესებს ის რო უკვე ავეჯით და ტექნიკით იყოს გამზადებული, შევიდეს, შეიძინოს და მოახდინოს მისი რეალიზება, ან იცხოვრო შიგნით, ან გააქიროს. თუ ყიდულობ ბინებს ის თუ არ დაამთავრე და დაასრულეთ გარემო. უბრალოდ ესე კარკასების დატოვება მაგის უფლებას ბევრი დეველოპერი უკვე აღარ აძლევს მომხმარებელს და გარკვეულ ვადას აძლევს, ესე თქვათ, რომ ის სრულყოფაში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე გარკვეული სანქციები არის მაგ კუთხით და ასე შემდეგ. მე როგორც მაცხოვრებელს თუ ვიყიდი ბინას ერთ-ერთ პროექტში, ჩემთვის საყვარელ პროექტში ან საინტერესო პროექტში, მინდა რომ ვიცხოვრო კომფორტულად, ხო, გადავიდე შეგნით, არ მაწუხებდეს რაღაც, ესე თქვათ, დრელის ხმა, არ მაწუხებდეს მტრევის, ნაგვის გატანის ხმაური და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მინდა ვიცხოვრო კომფორტულად და ეს ვადები, რაც უკვე დეველოპერ კომპანიებს აქვთ უკვე ჩაკეტილი, ზოგს 6 თვე აქვს, ზოგს 1 წელი აქვს მაგალითად, ხო? ეს უნდა იყოს, ჩემი აზრით, მე მივესალმები მაგას და უნდა იყოს დაცული, რადგან წლების განმავლობაში აღარ უნდა კეთდებოდეს. ბევრი არის ისეთი, რომელიც იყიდის უძრავ ქონებას და აკეთავს 1 4 წელი, 5 წელი და მერე მიდის უკვე ამ დისკომფორტში ცხოვრება, გარკვეულ დროებს არღვევენ. თუ გაქვს რაღაც განსაზღვრული დრო, მაგალითად დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ზოგი ისეთი არის, ღამის 12 საათზე ჩაგირთავს რაღაც აპარატს და გადაგიყვან შკუაზე რეალურად. ამიტომ გამივიღეთ გადაწყვეტილება, ჩემმა მეგობარმა, ერთი წლის წინ რომ გავკეთებინა სარემონტო კომპანია. ეს კომპანია არის სტარტაპი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს სამომავლოდ. და ის მომხმარებლები, რომლებიც მაგალითად მე როგორც გაყიდვების მენეჯერს თავის დროზე მენდნენ და დღეს ყველა ბედნიერია იმ კუთხით, რომ რაც იყიდეს თავის დროზე და რა ღირებულებას დღეს იმ შენაძენმა შეიძინა და მენდნენ ამ კუთხით, თავისუფლად შემიძლიათ და თამამად თქვა, რომ შეგიძლიათ უკვე ამ კომპანიასაც ენდოთ და იმ სიტყვას, რასაც კომპანია დაკვირდებათ, მიიყვანს ბოლომდე და შეგისრულებთ იმ ხარისხს, რაც მთავარი არის რემონტის კუთხით. შენ თქვი, რომ შენ ხარ ბიჭი, რომელსაც აქვს ბევრი ოცნება. და ფაქტია, რომ ესე იგი გაყიდვების მენეჯერიდან ახვედი წლების განმავლობაში გარკვეულ ეტაპებზე, როდესაც ხარ კომპანიის თანადამფუძნებელი, დაინახე ნიშა, რომელიც იყო საჭირო და რეალურად ეს ნიშა არის დეფიციტშია, ანუ არ არსებობს ბევრი ესეთი კომპანია და ეს ნიშა დაიკავე, მაგრამ იქამდე გაიარე გზა. მე მაინტერესებს ამ გზაზე რა დაბრკოლებები იყო, როგორ გადალახე ეს დაბრკოლებები, როგორ მიხვედი სტარტაპამდე. საინტერესო მომენტები ალბათ, რომელიც იყო გადამწყვეტი შენს ცხოვრებაში, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა შენს განვითარებაზე. ხშირად ვამბობ, რომ ვარ მეოცნები. გაყიდვების მიმართულებით რაღაც შენი ოცნება არ გაქვს. ცოტა რთულია მიაღწიო წარმატებას. ეს სფერო და ის საქმიანობა,
თუ არ გიყვარს, ვერ იქნები წარმატებული. მაგალითად ერთ-ერთ ისტორიას გავიხსენებ, თუ როგორ დავიწყე ჩემი ესე თქვათ განვითარება ან მიმართულებით და რა გეგმები მქონდა დასახული იმ მომენტში. სხვათა შორის ერთ-ერთი ვინცთან ერთადაც ვიყავი ამ ისტორიაში, ხო? არის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული კომპანიის დირექტორი. და ერთი კვირის წინ უბრალოდ მოვიკითხეთ ერთმანეთი და გაიხსენა გახსოვს რომ ეს გავაკეთეთ მე და შენ და სხვათა შორის ძალიან კარგად გამახსენდა ეგ ისტორია. ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც მაგალითად ლოკაციურად იყო ისეთ უბანში, ან ცოტა საქართველოში თბილისში როგორ გვაქვს ნახეთ, თბილისი არის ორ-ორად გაყოფილი რეალურად რა. თბილისის აღმოსავლეთის ნაწილი უფრო ძირითადად დაინტერესებული არის იმ ლოკაციებით, აი მაგალითად კახეთში მაცხოვრებლები დაინტერესებული არიან ისანის ამგორის ტერიტორიით, ავლაბრამდე, ავლაბრის იქით აღარ გადიან რეალურად. და საქართველოს დასავლეთი მხარე დაინტერესებული არის დიდიღომი, საბურთალო, სანზონა და ასე შემდეგ. ამიტომ ცოტა რთულია დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებს დაინტერესო ისეთი პროდუქტი, რომელიც არის თბილისის მეორე მხარეს რეალურად, რადგან თბილისში შემოდიან, დიდი ხნის გავლა ჭირდებათ საცობების გამო, რომ მივიდნენ იმ დანიშნულების ადგილამდე. იყო ეს ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ლოკაციურად იყო ისანის სამგორში და გააკეთა კომპანიამ იქ გაყიდვების ოფისი. გადავით გაყიდვების ოფისში, რადგან ამ კომპანიას უჭირდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ბინების რეალიზება. და მე და ჩემი მარკეტინგის ხელმძღვანელი იყო იმ დროს ის გოგო. გადავწყვიტეთ, რომ ესეთი რაღაც გაგვეკეთებინა, მოვიფიქრეთ, წავედით მარნეულში. ხო, მარნეულში წავედით დილის 4 საათზე. ჩავედით მარნეულის ცხოველების ბაზარში, ესე თქვათ. მანამდე დავბეჭდეთ დაახლოებით 3000 ბუკლეტი და დილის 4 საათზე მარნეულში ცხოველების ბაზარში დავარიგეთ ყველა ბუკლეტი აბსოლუტურად. როგორც კი დავაბრუნდით, იმ კვირაში დაახლოებით 15 ბინა გაიყიდა. იქიდან წამოსული მომხმარებლებიდან. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ესეთი ექსპერიენსი, ანუ თუ ვინმე ამას გააკეთებდა იმ მომენტში არ მეგონა. თვითონაც გაკვირვებული იყო ის გოგო, ის როგორ გავაკეთებდა, როგორ შევცვლით. მეორე ისტორიას გავიხსენებ ის, რომ იმ კონკრეტულ პროექტში იქიდან წამოსული ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც იქ იყო ჩასული, იმ დროს რაღაცის შესაძენად დავმეგობრდით და დაახლოებით 6 თვის თავზე უბრალოდ ჩამოვიდა ჩემთან ოფისში დამიშთა რაღაც ყავადავლია თუ საუბრობთ ასე შემდეგ და ისეთი ციფრები მითხრა, რომელიც ჩემთვის იყო გასაკვირი. მაგალითად, მინდა ძალიან დიდი ინვესტიციის გაკეთება. ისეთი ინვესტიციას, რომელიც, ესეთი ინვესტიცია ბევრი დეველოპერული კომპანიის იმ პერიოდში წლის გეგმა იყო გაყიდვების. თავიდან არ მჯეროდა მეთქი რაღაც მეხუმრება, იმიტომ რომ ბევრჯერ ავსულვართ მასთან ბინაში, რაღაცებზე გვისაუბრია, ერთად მწვადი შეგვიწვავს და ასე შემდეგ. და კაი, მოდი გავაკეთოთ, ვცადოთ. ცოტა იჭმეპარებოდა რეალურად მაგ ნაწილში, მაგრამ როგორ არის, იცით, გაყიდვების მენეჯერს რაღაცის თუ არ ჯერა, თავის თუ არ ჯერა რეალურად, ისე ვერავის ვერ დააჯერებს, ვერც მომხმარებელს და თავის პროდუქტის თუ არ ჯერა, რომ ეს სწორი არის და ამაში უნდა გააკეთო ინვესტიცია და გადადგა ეს ნაბიჯები. ჩემ მენეჯმენტს რო განუცხადე ეს საკითხი, ესე თქვათ, ცოტა სკეპტიკურად შეხედეს და აი არ არსებობს ეგეთი რაღაცები და დაანები და არ იფიქრო და გატყუებს და ასე შემდეგ. დაახლოებით 1 კვირა დაგჭირდა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანისთვის. ეს იყო დაახლოებით როგორც მახსოვს თუ არ ვცდები 50 ბინაზე იყო საუბარი. ამ ადამიანმა ზუსტად ახალი წლების პერიოდი იყო, ოფისში ვიჯექი, დილით მოვედი ოფისში, მოვამზადე ეს ბინები რეზერვაციისთვის და დავიწყე პროგრამაში რეზერვაციების გაკეთება. სადაც რო ავედი გარკვეულ რაოდენობას, იქ ჩემი კოლეგები მირეკავდნენ, რომ რა ხდება, რატო ჯავშნი ამდენ ბინას უყურებთ, ბინები ქრება და ასე შემდეგ. სანამ არ დავჯავშნე ბოლომდე 50 ბინა, გავამზადე ხელშეკრულება, გავუგზავნე მომხმარებელს, სუსტად ნახევარ-საათში დამებრუნდა ხელმოწერილი და თანხა გადმორიცხა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ექსპერიენსი, რომ მე შევძელი. ანუ არ ჯეროდათ, მაგრამ მე ეს გავაკეთე. როგორი შეგრძნება გქონდა? შეგრძნება იყო საოცარი. ანუ ერთგვარი ადრენალინის მოზღვავება, სულ არ უყურებდი იმას, თუ რა რაოდენობის თანხაზე იყო საუბარი, რა საკომისიოს აიღებს ამაში გაყიდვების მენეჯერი, უბრალოდ ჩემთვის თავარი იყო ის, რომ მე ეს მქონდა მიზნად, მე ამის მჯეროდა და ეს გამოვიყვანე. და ჩემთვის იყო ის დღე და მომდევნო დღეები იყო საოცრება.
მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი იმით, რომ ეს გავაკეთე. იყო თუ არა ეგ ორი მომენტი, რაზეც ახლა გაამახვილე ყურადღება, გარდამტეხი შენი განვითარების გზაზე? რა თქმა უნდა იყო. ყოველ მიზეზის გარეშე, იმიტომ რომ მაგის მერე, ნახე, ყოველთვის ვიძახი ამას და სულ წუწუნებ. ყოველთვის წუწუნებ, რაც არ უნდა მაგარი შედეგი დავდო, ყოველთვის წუწუნებ საკუთარ თავზე, რომ ანუ არ მომწონს ეს შედეგი. რაც არ უნდა სხვებისთვის კარგი იყოს, მაგრამ იმიტომ რომ არ ვიცი. სიმართლე გითხრა, მე დღემდე ვერ ამოხსენი. დაუშვათ მივედი რაღაც X ნიშნულზე, ხო, რომელიც არის საუკეთესო. არ არის ჩემთვის საუკეთესო, ყოველთვის მეტი და მეტი მინდა. მინდა უფრო მეტი გავყიდო. ალბათ ეს პრინციპი უნდა კონტეს გაყიდების მენეჯერს რეალურად რა. არ უნდა ჩერდებოდეს და არ უნდა იყო კმაყოფილი იმ შედეგზე, რა შედეგსაც დადებ. ყოველთვის უნდა ეცადო და ნახო ის გზა, რომ განვითარდე, ისწავლო ბევრი და სწავლა მერწუნეთ, რომ სიბერემდე არის რეალურად და იმ საქმეში, რასაც აკეთებ და რაც გიყვარს რეალურად ის საქმე, მან უბრალოდ უსასრულობაში გადის ეს სწავლა. ბევრ ამას სწავლობ მომხმარებლის მხრიდან. ბევრ ურთიერთობებს იძენ ახალ კლიენტებს, ახალ მეგობრებს, რა არის, ანუ ბიზნესი, ხო, ბიზნესი არის ურთიერთობები. სხვა რეალურად ამ ქვეყანაში შეგიძლია ჩვეულებრივ ურთიერთობებით დაიწყო და კონტაქტებით დაიწყო სტარტაპი. და თუ მიყვები ბოლომდე, თუ დაიჯერებ მის, აუცილებლად გაამართლებს. კარგი, დავბრუნდეთ დღევანდელ მდგომარეობას და ზოგადად რა ხდება დღეს საქართველოში დეველოპმენტის მიმართულებით? მე გეტყვი ჩემს გამოცდილებას. არ ვარ ჩახედული დეველოპმენტის კუთხით, ესე პირდაპირ არ მაქვს შეხება, მაგრამ რასაც უყურებ არის ის, რომ ათვისებული არის მიწის თბილისზე მოგსაუბარი და ბათუმზე მიწის უმრავლესობა და შენობაზე შენდება. არის n რაოდენობით დეველოპერული კომპანია, n რაოდენობით კომპანიები, რომლებიც ყიდიან დამატებით ამ უძრავ ქონებებს და ფაქტია, რომ იყიდება. სხვა შემთხვევაში ფიზიკურად არ წავიდოდა ესე წინ, ანუ არ განვითარდებოდა, თუმცა მე მაინტერესებს ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. პირველი ღირს თუ არა ამ საქმეში ჩართვა, რა კუთხით ღირს ამ საქმეში ჩართვა, იმიტომ რომ ამას აქვს ბევრი დამატებითი შესაძლებლობები, ერთ-ერთი მაგალითი არის შენი ბიზნესი და როგორ განვითარდეთ დეველოპერულ მიმართულებაში? კარგი კითხვა და ამ კითხვაზე მე რა თქმა უნდა მაქვს ჩემი მოსაზრება. ჯერ იმას ვიტყვი, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და პანდემიის მერე უფრო უმეტესწილად ძალიან ბევრი დეველოპერული კომპანია დარეგისტრირდა. აქ გულისხმობ იმას, რომ ვინც მშენებლობა გადაწყვიტა და კორპუსის აშენება გადაწყვიტა, ანუ ყველა დეველოპერად მიიჩნევს თავს და რეალურად ესე არ არის. დეველოპერული კომპანია, დეველოპერს უნდა აკეთებდეს დეველოპერი რეალურად. ეს მე ესე მიმაჩნია სწორად და მართლაც ესეა. ბევრი კომპანია არის ამ ეტაპზე, რომელიც არის კონკურენციაში ერთმანეთთან. მაგრამ კარგი ის არის, რომ უკვე დეველოპერებმაც გაიგეს როგორ უნდა განვითარდნენ. არ არის უბრალოდ მარტო რაღაც გარკვეული კვადრატულობის მიწა შეიძინო, ჩადგა ბეტონის მასა და გაყიდო. რეალურად 99% დეველოპერული სექტორის საქართველოს მასშტაბით გულისხმობ. არ გააჩნიათ სტრუქტურა, არ აქვთ მარკეტინგი, არ აქვთ გაყიდვების დეპარტამენტი, დამფუძნებლების თვითონ არიან, მშენებლების თვითონ არიან, გაყიდვების თვითონ არიან და ნუ ესე არ მუშაობს. მერე უჭირთ გაყიდვები, თავდება პროექტი, გაყიდვები არ აქვთ და მერე უკვე ცდილობენ სხვადასხვა ხერხებს რომ მოახდინონ მათი რეალიზება, რაც მერე დროში უკვე პრობლემა აქვთ. ამ ეტაპზე რასაც უყურებ ბაზარზე, ბევრი დეველოპერული კომპანია არის საკმაოდ წარმატებული, რომელმაც შექმნეს დიდი სტრუქტურა, როგორც შიგნით, ასე დახმარებით აუთსორს ნაწილით და საკმაოდ კარგად ოპერირებენ ბაზარზე. ვითარდებიან და იყო რაღაც გარკვეული ხმები მესმოდა 2022-ში, რომ ეს არის გარკვეული ბაბლი, ფასების მიმართულებით, ფასები რატო იზრდება, გასკდება, ჩამოვა ქვემოთ, არ მოხდება. პირდაპირ გეტყვით, რომ არ მოხდება საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ფასების ქვემოთ ვარდნა არ დაფიქსირება. რატო? პანდემიის პერიოდში იყო გაჩერება
და ეს გაჩერება არის გარკვეული პერიოდი. შეიძლება გაჩერდეს, დარეგულირდეს 1 წელი, 2 წელი ისევ წავასარდა. რატო და ეს არის ქვეყნის სტაბილურობა, ერთი პირველ რიგში, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და დაინტერესება შენი ქვეყნის უცხოური ინვესტორების მხრიდან. ერთადერთი რაც შეუქმნის პრობლემას დეველოპერულ ბაზარ სექტორს ეს არის ფორს მაჟორული სიტუაციები, პანდემიები, ომი, რომელიც აღარ იქნება ჩვენ ქვეყანაში დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ არ იყოს, იმიტომ რომ ბევრი ომი განიცადა ქართულ საზოგადოებამ და აღარ გვინდა. ეს დანარჩენი ყველაფერი დეველოპერულმა კომპანიებმა ისწავლეს ეს ერთგვარი განვითარება. ერთმანეთის კონკურენციაში შესვლა კარგია იმ კუთხით, რომ ბევრი რამ ვითარდება. ვითარდება ხარისხი პირველ რიგში. ვითარდება კონცეფციები პროექტების. და აღარ კეთდება უკვე ისეთი პროექტები, რომელიცაც რეალურად არ გააჩნია სული. კეთდება პროექტები, რომლებიც არის მომხმარებელზე მორგებული. იმ ყველა ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რაც ადამიანს ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისთვის, კომფორტული ყოფა-ცხოვრებისთვის ესაჭიროება. ამაში გულისხმობ ის, რომ უკეთდებათ პარკები, უკეთდებათ სასწავლო აუზები, აკეთებენ ფიტნეს კლუბებს, უკეთდება მაღაზიები, აფთიაქების ქსელები და ასე შემდეგ. და ის ხარისხი, რაც რეალურად იყო პრობლემები წლების განმავლობაში, მაგალითად ხმის იზოლაციის ნაწილში. დღეს ეს ცდილობენ დეველოპერულ კომპანიებმა ეს მაქსიმალურად აღმოფხრან და პროექტებმა გაუძლოს დროს. იყოს 20, 30, 40, 50 წელი, იყოს ისეთი იერსახის, როგორც იერსახისას გააკეთებს საწყის ეტაპზე დეველოპერი და არ იყოს უბრალოდ რაღაცა შეთითხნელი რაღაც ბრიზგით, რომელიც 1 წელიწადში უბრალოდ აღარ ვარგა. და გაბუჭებული. გიორგი, ნახე, მე მაინტერესებს ერთი ისტორია გავიხსენე, მანამ სანამ დავიწყებდით ჩაწერას და ეხლა ამ ისტორიას დავუბრუნდები. ესე იგი, სოლოს ერთ-ერთ ესე ვთქვათ, ბანკში მუშაობის დროს გაყიდვების მიმართულებით მყავდა მომხმარებელი, მაგ დროს უძრავი ქონების ბაზარი ახალ ეტაპში შედიოდა, იმიტომ რომ გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ახალი წესები დააწესა, რომელ კომპანიაში შენ მუშაობდი. და ადამიანებმა დაიწყეს უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადება. ანუ დეველოპერულმა კომპანიებმა მომხმარებელს დაანახეს ის შესაძლებლობები, რა შესაძლებლობებსაც გამოიყენებდნენ, რასაც იქამდე ვერ ხედავდნენ. მყავდა მომხმარებელი, რომელსაც დედამ და მამამ დაუტოვა უძრავი ქონება. ეს იყო პერიოდი მანამ სანამ დაიწყო საბანკო რეგულაციები ეროვნული ბანკის მხრიდან და ამ ადამიანმა ჩადო თავისი უძრავი ქონება, იყიდა მეორე ქონება, ეს ქონება გააქირავა და როდესაც მე ბანკიდან წამოვედი, ამ ადამიანის ანგარიშზე იყო 15 უძრავი ქონება, რომელსაც აქირავებდა და იქიდან ქონდა შემოსავალი. ისევ დავუბრუნდეთ ბიზნესის ამბავს. როგორ ფიქრობ, დღეს ღირს თუ არა უძრავი ქონების შეძენა ინვესტიციისთვის, გასაქირავებლად და თუ კი, რა ტიპის უძრავის ქონება ჯობია რომ ვიყიდოთ? სტარტაპერი პოდკასტის წარმდგენია ფიფლია, შენი ბიზნესის საიმედო HR პარტნიორი. ნახეთ, როგორ არის დეველოპერულ უძრავ სექტორში არის, უძრავი ქონების სექტორში არის ორი ტიპის მიმართულება ამ კუთხით. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვუყურებ. ანუ ყიდულობ ბინას, რომელსაც აქირავებ ან ყიდი და იღებ გარკვეულ შემოსავალს და ყიდულობ ბინას, რომელიც საცხოვრებლად გჭირდება. დავანებოთ თავის საცხოვრებლად უძრავ ქონებას, არის მე პირველი ვარიანტი გაქირავება და გაყიდვა. დღესდღეობით საქართველოში არსებული დეველოპერული კომპანიები მომხმარებლებს აძლევენ იმის საშუალებას, რომ შეიძინონ ბინაში და განვადებით მინიმალური წინასწარი შენატანი და ზოგი კომპანია აკეთებს წინასწარი შენატანის გარეშეც კი. მაგალითად დაიწყო პროექტი. შეხვედი პროექტში, შეიძინე უძრავი ქონება, მაგალითად 3 ბინა აიღე შიდა განვადებით და იხდი მინიმალურად ყოველთვიურად რაღაც X თანხას გარკვეულს. ის ფასი იმდენად მზარდია მშენებლობის დამთავრებამ, რომ შენ შეგიძლია რომ ამ 3 ბინიდან 2 გადაყიდო და ის მოგება აკუმულირდეს იმ ერთ ბინაზე, რომელიც რეალურად გამოგივა ფაქტიურად ძალიან დაბალი ფასით გამოგივა შეძენა. სხვა პროექტს დაიწყებს დეველოპერი, სხვა პროექტს შეგიძლია შეხვიდე. არის მეორე ვერსია, მაგალითად მე როგორც ინვესტორი, თუ ფიქრობ რომ დავიწყო დეველოპერული კომპანია, შევქმნა, დავიწყო სამშენებლო ბიზნესი,
მაგრამ გარკვეულ რისკებს ხედავ ამაში, შეიძლება ვერ შევძლო ან რაღაც შემეშინდეს ან რაღაც გარკვეულ. შეგიძლია აირჩიო შენთვის სანდო დეველოპერული კომპანია, მიხვიდე მასთან, დაინვესტირო ის თანხა, შეიძინო რამდენიმე უძრავი ქონება 10, 15, 20 და ის დეველოპერული კომპანია მოახდენს ამ პროექტის მშენებლობას და რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში შეგიძლია დაიწყო ამ უძრავი ქონების გაყიდვა და ის მოგება, რასაც შენ დაგჭირდებოდა მაგალითად შენ კორპუსის ასაშენებლად ეს დეველოპერული კომპანია გააკეთებს ამ საქმეს შენთვის. არის თუ არა დღეს უძრავი ქონება, როგორ თქვა ზუსტად მოიცადე გეტყვი ახლავე. არის თუ არა დღეს უძრავი ქონება ინვესტიციის ყველაზე მყარი შესაძლებლობა საქართველოში? უძრავი ქონება რეალურად არის ინვესტიციის ყველაზე მყარი შესაძლებლობა საქართველოში, რადგან ამ ეტაპზე აქ უკვე ქართული ბანკებიც გიდგას უკან. 2008 წლამდე იყო მაგის პრობლემა, რადგან ბანკები არ აფინანსებდნენ მშენებლობებს და იყო გარკვეული რისკების შემცველი და გვახსოვს რამდენიმე ფაქტი ისეთი, რომ პირამიდული სქემით ხდებოდა რეალურად მშენებლობები, როგორც კი გაყიდვებზე პრობლემა ექნებოდა და ფული არ შეძდიოდა კომპანიას, რეალურად ჩერდებოდა პროექტები. ამ ეტაპზე უკვე ქართული რეგულაციებით ბანკი გაფინანსებს. ბანკის დაფინანსება იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს იმის გარანტია, რომ შენი კორპუსი დამთავრდება, როგორც მოხარებაც. ბანკის დაფინანსებით ხდება უკვე პროექტის დამთავრება და საწყის ეტაპზე შედის ბანკი, რაც მთავარი არის. ასევე არის უკვე ახალი პროდუქტი, რამდენიმე წელი უკვე ბაზარზე არის და მოხარებელმა ბევრმა არ იცის, მაგრამ მინდა ვაცნობო, რომ შესაძლებელია საბანკო გარანტიების გაკეთება. მაგალითად, მე თუ ვარ ინვესტორი და მე ხედავ გარკვეულ რისკს იმაში, რომ ეს პროექტი არ დამთავრდება და მე აქ მექნება რაღაც გარკვეული თანხა შეტანილი და შეიძლება ჩემი თანხა გამიჩერდეს გარკვეული წლების განმავლობაში, მე შემიძლია მოვთხოვო ბანკს გარანტია, ავიღო ბანკისგან გარანტია, თუ ვიცი რომ ეს პროექტი არის ბანკით შეკრული პროექტი, გავიღო რაღაც გარკვეული პროცენტი ბანკს გადაუხადო, მაგრამ ავიღო საბანკო გარანტია და მეცოდინება რომ თუ რამე ფორს მაჟორი მოხდა, ის ბანკი დამიბრუნებს მე თანხას, რა თანხაც მექნება მე შეტანილი იმ მომენტში დეველოპერულ კომპანიისთვის. კარგი, გადავწყვიტე, მაქვს ესე ვთქვათ, კაპიტალი, გადავწყვიტე ამ კაპიტალის ჩადება უძრავი ქონების მიმართულებით. რა უკუგება მექნება მე? რაზე არის ეს დამოკიდებული? ნახე, მანდ არის ორი სხვადასხვა უკუგების ნაწილი. ერთი ის, რომ შენ შეგიძლია მშენებლობის პროცენტში კონდეს მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, რაღაც ბინის ღირებულების 10% გადახდილი. და წელიწად ნახევრის განმავლობაში თუ პროექტი მთავრდება 3 წელიწადში და წელიწად ნახევრის განმავლობაში მაქვს დაუშვათ 10% გადახდილი ბინის ღირებულების. მე შემიძლია გამოვიდე პროექტიდან და ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში თუ კვადრატული მეტრის ღირდა X თანხა უკვე რაღაც გარკვეული ზრდა ექნება დაახლოებით შეიძლება კონდეს 15-20% კვადრატულ მეტრზე გაზრდილი. მაგრამ ამას თუ შევხედავთ ისე თუ შენ რამდენი გაქვს დაინვესტირებული და ის კვადრატული მეტრის ღირებულება რა თანხას მოგიტანს შემდგომ, შეიძლება ეს გამოვიდეს 300-400%-ზეც კი გახვიდე მოგებაში. შენივე ინვესტირებული თანხის და არ გულისხმობ ჯამურად რამდენი ქნა. თუ რა თქმა უნდა თავიდან არ შეიტან 100%-იან ღირებულებას. და არის მეორე ვერსია, რაც უფრო ბოლოს გახვალ, მით უფრო მეტ ამონაგებს მოგიტანს. ისე რომ შევხედოთ, რომ თუ მე 100%-იან თანხას დავაინვესტირებ თავიდან და დაველოდები პროექტის აშენებას, შეიძლება გავიდე 40%-ით მეტრში. მაგრამ არის მეორე მომენტი, შემიძლია ავიღო რამდენიმე უძრავი ქონება, ის 100% ეს თანხა სრულად დავაინვესტირო 4-5 ბინაში და მოვახდინო ისე, რომ მაგალითად წელიწადში ერთხელ ერთი ბინის რეალიზება მოვახდინო, გადავიტანო მეორეზე, მე გავაკეთო ისე რამდენიმე ბინის უზრუნო რეალიზება და გადავიტანო მეორეზე. ესე შეიძლება გახვიდე საკმაოდ დიდ მოგებაზე, რაც რეალ ციფრებში რო გადაიყვანო, ალბათ 300-400%-მდეც კი ახვიდე ფასნამატით. ბინა თუ კომერციული ფართი? მე ვფიქრობ ბინა. რატომ? რადგან სულ ბინებში ვარ, გაყიდვებზე კომერციულ ფართებთან შეხება არ მქონია, რა დეველოპერებშიც მიმუშავე, არც ერთი დეველოპერული კომპანია კომერციულ ფართის რეალიზებას არ ახდენდა და იტოვებდა თვითონ გასაქირავად. რა თქმა უნდა, მოგება ROI-ის კუთხით რო ავიღოთ, კომერციულ ფართს უფრო დიდი ამონაგები აქვს, კარგად ქირავდება, ბიზნესს სჭირდება, საოფისეებს სჭირდება და ასე შემდეგ. მაგრამ მე უფრო ვარ მიმართულებით, როგორც უყურებ, რომ ჯობია იყიდე რამდენიმე
გაყიდეს პრინციპით. ანუ ფლიპინგის პრინციპი ბევრად უფრო მუშაობს, ან შენივე კითხვას დაუბრუნდები და ისტორიას დაუბრუნდები პროცესით, როგორც გაიხსენე, მყავდა ერთი კლიენტი, რომელსაც სოლოში ჯერ ერთი ბინით დაიწყო სესხი და როგორ წამოვედი სოლოდან 15 ბინა ქონდა, ზუსტად ფლიპინგით შენ შეგიძლია ერთი ბინით, ორი ბინით დაიწყო მაგალითად, ორი შიდა განოდებით და წლების განმავლობაში თავისუფლად შეგიძლია 5-6 წლის განმავლობაში გამოხვიდე ისე რომ 10 უძრავი ქონება გქონდეს. აი ფლიპინგი რო განმარტოთ მაყურებლისთვის ვინც არის ეს არის ესე თქვა ერთგვარი პროცესი საწყის ეტაპზე ყიდულობ შიდა განმარტებით აკეთებ მინიმალურ ინვესტიციას თუ მაგალითად დეველოპერ კომპანიას აქვს წინასწარი შენატანი დაუშვათ 10% შეგიძლია 10% დაინვესტირო გარკვეული პერიოდის მერე თუნდაც 6 თვის მერე როგორც კი იყიდება ბინების რაოდენობა პროექტში კომპანიას უწევს ფასის ზრდა რადგან მოთხოვნა მიწოდების საკითხზე დამოკიდებული ფასნამატები. ასევე ფასს განკარგავს გარკვეული რეგულაციები, რომელიც შემოდის ყოველწლიურად საქართველოში. დეველოპერულ სექტორში ის რომ მიწების ნაკლებობა არის უკვე მშენებლობა ჩდება ძვირი, გააჩნია რა ხარისხს სთავაზობ ასევე მომხმარებელს, რა კონცეფციას სთავაზობ მომხმარებელს, რომ შეიძლება იყოს ერთ ლოკაციაზე ორი სხვადასხვა პროექტი და ერთში ღირდეს რაღაც 30%-ით ნაკლები ფასი, მეორეში 30%-ით ძვირი ფასი. რატო? რაღაც გარკვეული ბენეფიტები აქვს ამ პროექტს ამასთან შედარებით. და შენთვის რაც ღირებულია, რა თქმა უნდა, ის უნდა აირჩიო ადამიანი, რაც კომფორტს ქმნის რეალურად. რატო ფლიპინგი გეტყვით, ანუ შეგიძლიათ ჩვეულებრივად 2-3 ბინა იყიდოთ, გააკეთოთ მინიმალური ინვესტიცია და გარკვეული პერიოდის მერე 6 თვეში ერთხელ, მაგალითად ერთი ბინის რეალიზება მოახდინოთ უფრო მეტი ფასით და ის თანხა გადაიტანოთ მეორეზე. ჩვეულებრივად არის შესაძლებელი ამით მშენებლობის დამთავრებამდე ერთი ბინა საერთოდ უფასოდაც კი გაგრჩეთ. კარგი, მე მაქვს ესეთი კითხვა, ვფიქრობ მაყურებელსაც გაუჩნდება ეს კითხვა. არის თუ არა რისკები, გულისხმობ არა კომპანიების, დეველოპერების სანდოობას, არამედ დევალვაციის რისკს. ისტორიულად დაკრუების შედეგად მე რასაც უყურებ, არის ის, რომ ყოველწლიურად იზრდება უძრავი ქონების ფასი, მაგრამ არსებობს თუ არა რისკი, რომ უძრავი ქონების ფასი დაეცემა? იცით როგორ არის? ჩემი დაკრუებით და ჩემი მოსაზრებით უძრავი ქონების ფასი არ დაეცემა და პირიქით რასაც უყურებ საქართველოში ქართულ ბაზარს ეს ჯერ დასაწყისია. ეხლა ხურდებიან, ესე ვთქვათ, დეველოპერები, რადგან საერთაშორისო დეველოპერულ კომპანიებსაც კი გაუჩნდათ ინტერესი ქვეყანაში შემოსვლის და ეს გარკვეულ კონკურენციას ზრდის და ვფიქრობ, ქართული დეველოპერული კომპანიები უკვე ნაფიქრი აქვთ ამაზე და იფიქრებენ კიდევაც სამომავლოდ, ბევრი რომ არ ჩამორჩნენ ესე ვთქვათ პროცესებს. საქართველოს საკმაოდ საინტერესო არის, რადგან რეალურად 4 სეზონი გააჩნია ქვეყანას, გვაქვს ანტარი, ზაფხული, შემოდგომა და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ქვეყანა საინვესტიციოდ ძალიან საინტერესოა ინვესტორისთვის. ხო, ფასების კონტროლს განსაზღვრავს მიწოდება, მოთხოვნა, პირველი ფაქტორი ეს არის და ასევე რეგულაციები. რეალურად თბილისში ცენტრალურ უბნებში მიწა აღარ დარჩა. და ქალაქს ჭირდება გაფართოება. ჭირდება ის, რომ ქალაქ გარეთ ცოტა გავიდეს. ქალაქ გარეთ უკვე არის საკმაოდ დიდი მასშტაბი, სადაც შესაძლებელია საკმაოდ კარგი კონცეფციების გაკეთება ქალაქის პრინციპით, სადაც გაქვს უფრო მეტი ხე, მეტი ბუნება, ბუნებასთან ახლოს ხარ. ჩემი კითხვა არის ესეთი და ლოგიკური კითხვა არის, მე ესე ვფიქრობ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. არის მიგრაცია და მოსახლეობის რაოდენობა არის ცოტა. ვართ 3 მილიონი. ამ 3 მილიონიდან ნაწილი არის მოხუცი, ნაწილი არის ბავშვი და მოდი, რა ვიცი, მაქსიმალური რაოდენობა ავიღოთ 9. ანუ ქვეყნის მოსახლეობის 9 არის ზრდასრული ადამიანი, ალბათ იდეალურ შემთხვევაში, ვინც არის გადამხდელუნარიანი. ვიზე არის გათვლა დეველოპერულ სექტორში, ვიზე იყიდება ეს უძრავი ქონებები? იცი როგორ არის, ჩემი გამოცდილება და მე რასაც უყურებ, ძირითადი მომხმარებლები ყველა ქართველი არის. უმეტესობა არის ის მომხმარებლები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ემიგრაციაში არიან წასულები და ამიტომაც
ქართული დეველოპერული კომპანიები ცდილობენ გაუმარტივონ ამ ხალხს გადახდის პირობები. მაგიტო აკეთებს ბევრი წინასწარი შენატანის გარეშე, მაგიტო აკეთებს ბევრი მინიმალური ემიგრანტებზე არის გათვლა. ემიგრანტებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, როცა მიდიხარ ქვეყნიდან, მიდიხარ იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული დოლარი შექმნა და ეს დოლარი ჩამოიტანო შენ ქვეყანაში, ხო? და აქ რაღაც დაგხვდეს ის რაც რისთვისაც მიდიხარ შენ ქვეყნიდან. მაგრამ არა მარტო ემიგრანტებზე არის გათვლა, რა თქმა უნდა, ხო უძრავი ქონება. მე მაგალითად თუ ცხოვრობ ძველ საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ შენობაში, რომელსაც უკვე ვიცი, რომ ამორტიზაცია აქვს რეალურად და მჭირდება განახლება, ამიტომ მირჩევნია გადავიდე ახალ მშენებარეში, ახალ აშენებულში, მესმის გარკვეული ფასნამატის საფუძველზე, მაგრამ ამ ფასნამატის დაბალანსება შესაძლებელი არის გარკვეული იპოთეკური სესხის აღების კუთხით, ან შეიძლება ვაგროვებდე თანხას იმისთვის წლების განმავლობაში, რომ დავამატო და ჩავანაცვლო ძველი ახლით და რეალურად საქართველოში არსებობს უკვე ეგ პროექტიც, ძველი კორპუსების ჩანაცვლება ახლით და დაწყებული ეს პროცესი მესმის ეს, რომ 2 და 3 წელი ამას 3 წელიწადში ამას ვერ გააკეთებ, ამას წლები დაჭირდება, შეებერთი 20-30 წელიწად დაჭირდეს, მაგრამ ეს პროცესი მიდის უკვე რეალურად ჩანაცვლებას გულისხმობ, რამდენიმე კორპუსი უკვე ჩანაცვლდა ძველი ახლით, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკის პროექტები უკვე რამდენიმე რაც ვიცი ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე დაანგრია და აუშენა ხალხს ის ახალი ბინები და ის რასაც რაკითხვას დამისვი ვიზი არის გათვლილი რეალურად სოფლიოში რო შევხედოთ ყველა ქვეყანაში არის ესეთი რამ. ანუ მე მაგალითად საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ შემიძლია ჩვეულებრივ ჩავიდე ლიტვაში, ლატვიაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში და შევიძრო უძრავი ქონება. არავინ არ მსღუდავს მაგაზე. და არავინ არ მეწინააღმდება. ანუ უცხოელებზეც არის. უცხოელებზეც არის გათვლილი, რა თქმა უნდა, ეხა უცხოური ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის კარგია, ხო? ინვესტიციას არ გულისხმობ, მოსახლეზე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მოსახლე. რამდენი პროცენტია უცხოელი? იცი როგორ არის, ანუ ესე ცოტა რთული ამის განსაზღვრა. ალბათ რო ავიღოთ ჯამურად საორიენტაციოდ სადღაც 30%-მდე იქნება უცხოელი. მაგრამ ამ უცხოელიდან უმეტესობას გულისხმობ, ამ 30%-დან ალბათ 90% ალბათ იქნება უკვე ინვესტორი. და არა ისეთი უცხოელი, რომელიც აპირებს ქვეყანაში ჩამოვიდეს და იცხოვროს და აქ დამკვიდრდეს. ესე იგი, უცხოელები ხედავენ შესაძლებლობას საქართველოში უძრავ ქონებაში. ყიდულობენ ამ უძრავ ქონებას და აქირავებენ ან ყიდიან. ან ყიდიან, რა თქმა უნდა, ან იტოვებენ, ჩამოდიან და ისვენებენ ძალენ. უცხოელს შენთან აქ ცხოვრება არ უნდა. ისეთი კლიენტები, რომლებისაც თავისუფლად შეუძლიათ რამდენიმე მილიონი დაინვესტირონ საზღვარგარეთთან, ერთმანეთი შენ ქვეყანაში არ ჩამოვიდეს, შეუძლებლად შეუძლიათ წავიდეს მონაკოში იცხოვროს, ამერიკაში ჩავიდეს, ნებისმიერ ისეთ ქვეყანაში, ბევრად წინ რომელიც არის ეკონომიკურად, ვიდრე ჩვენი პატარა ქვეყანა არის ამ ეტაპზე, ამიტომ ძირითადად უცხოელები რაოდენობით ქონებასაც ყიდულობენ საინვესტიციოდ და არასაცხოვრებლად. გიორგი, როგორ ფიქრობ, საქართველოში უძრავი ქონება იაფია? საქართველოში უძრავი ქონება იაფია. ვისთან შედარებით? თუნდაც ავიღოთ ჩვენი მეზობლის ქვეყანა, მაგალითად სომხეთი. ერევანში უძრავი ქონების ფასები 2022 წლიდან დღემდე დაახლოებით 2.5-ჯერ ძვირი არის ვიდრე თბილისში დღესდღეობით. მიზეზი? მიზეზი იქაც რეგულაციები, იქაც უკვე მიწების დეფიციტი და რეგულაცია მთავარი არის ეს ალბათ ჩემი აზრით. მოთხოვნა მიწოდების პრინციპით. მე შენი საუბრიდან გამომდინარე ეს აკუმულირებას რო ვახდენ ამ ყველაფრის. პირველი ვისაუბრეთ იმაზე, რომ მიწა აღარ არის. ამას ვხედავთ, მოდი, ანუ დიდი საჭიროა გასვლა. საჭიროა გასვლა. შესაბამისად გამოდის, რომ უძრავი ქონების სექტორის განვითარება შემდეგი პერიოდის, უახლოესი პერიოდის განმავლობაში და მომავლის განმავლობაში არის ორი მიმართულებით. პირველი არის ის, რომ გავდივართ ქალაქგარეთ და ქალაქგარეთ ხდება მიწების ათვისება და მეორე ძველი საბჭოური სტილის უძრავი ქონების ჩანაცვლება ხდება ახალი უძრავი ქონებით. სწორედ გავიგე. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ მე თუ ვარ დაინტერესებული ამ უძრავი ქონების ბიზნესში, ინვესტირების კუთხით იქნება ეს თუ ყიდვა გაყიდვის თუ გაქირავების ამბავში, ეს ორი ფაქტორი მაქვს გასათვალისწინებელი. კი, ზუსტად ეგ არის და ჭირდება რეალურად თბილის
გასვლა, მაგრამ მინდა ერთი რჩევა მიცე დეველოპერებს თუ გადაწყვიტავს და რა თქმა უნდა მოუწევს ამის გაკეთება და გასვლა გარეუბნებში, იქ დაჭირდება იმ პროექტებს, რასაც გააკეთებენ, იმ ინფრასტრუქტურის გაკეთება, რაც რეალურად ადამიანს ჭირდება კომფორტული ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისთვის. და არ უნდა იყოს მარტო იმაზე, რომ იქ ააშენოს რაღაც ერთი კორპუსი გარეუბანში და იმ მოცხოვრებას, ვინც იქ იცხოვრებს, ჭირდებოდეს ქალაქის ცენტრში მოსვლა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის მაღაზიებში, აფთიაქებში და ასე შემდეგ რაღაცების მოგროვება და შემდგომ წაღება სახლში. ამიტომ იქ უნდა კონდეს ადგილზე ეს ყველაფერი. ფიქრობ, კარგ შესაძლებლობას ქმნის ეგ არა მხოლოდ უძრავი ქონების დეველოპერებისთვის, არამედ ეხლა წარმოვიდგინე, აი პროექტულად წარმოვიდგინე ეხლა ეგ ამბავი რა. შენდება ქალაქი გარეთ, სადაც უნდა იყოს კლინიკა, უნდა იყოს სკოლა, უნდა იყოს ბაღი, უნდა იყოს სავაჭრო ობიექტები, რაც დამატებით შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ საქართველოში მყოფ ადამიანებს, ვისაც უნდათ რომ ინვესტიციები განახორციელონ, არამედ უცხოურ ინვესტორებსაც, ვისაც შეუძლიათ რომ თავისი ქსელი შექმნან მარტივად რო ვთქვა. რა თქმა უნდა, რადგან აი ცენტრში, თბილისის ცენტრში უკვე თითქმის ყველა კომერციული პარტია ათვისებული არის უკვე. ბინები უკვე ყველგან ნაყიდი აქვთ და ბინების ფასები რეალურად მაგასაც განსაზღვრავს. იმიტომ რომ რატო არის ცენტრში უფრო ძვირი ფასი და რატო არის ოდნავ გარეუბნაში შედარებით ნაკლები, ხო? მაგრამ როგორც კი გაიწევა ეს მშენებლობა და გავა ქალაქ გარეთ და გაკეთება ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა დაინტერესება უკვე წავა იმ ახალი პროექტების მიმართულებითაც და ეს ყველაფერი დაბალანსდება. შეიქმნება იქ ახალი კომერციული სივრცეები, ახალი საოფისე სივრცეები და რა თქმა უნდა ეს ხალხი სადაც ცხოვრობს, ურჩევნია იქ უფრო ახლოს კონდეს ეს თავისი ბიზნესის სტარტაპი იქნება, ეს საოფისები, ოფისი იქნება თუ თავისი კომერციული პარტი ურჩევნია ახლოს კონდეს, ვიდრე გაიაროს, მივიდეს ქალაქის ცენტრში და მთელი დღე დახარჯოს მარტო იქამდე მისასვლელად. ხო, მესმის. მე მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა, თუ არ ვცდები, დოკუმენტურ ფილმს უყურე თუ წავიკითხე, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ევროპაში, ავიღოთ საფრანგეთი პირობითად, ხო? ფრანგები, ჩვენც პარალელს ვავლებ ახლა. ფრანგები თავის უძრავ ქონებას ცენტრში აქირავებენ უცხოელებზე და სხვადასხვა ტიპის, თქვათ, თუნდაც ფრანგებზე, სხვა ფრანგებზე და თვითონ არიან გადასულები საცხოვრებლად ქალაქ გარეთ. კერძო სახლებში, მშვიდად წყნარად, გარეუბანია და რაღაცა აი ამ ალიაქოც მოშორდნენ. შეგვიძლია თუ არა პარალელი გავავლოთ საქართველოს განვითარების პერსპექტივა, თბილისის განვითარების პერსპექტივა თუ არის ეს? იცით როგორ არის? ეგ პროცესი რეალურად დიდი ხანია ჩვენთან არის. კაი, ბოლოსკენ წავიდეთ ახლა. პირველი რჩევა შენგან, როგორც სტარტაპერისგან, უძრავი ქონების კუთხით იქნება ეს, ზოგადად წარმატების გზაზე იქნება ეს, თუ ნებისმიერ მიმართულებით, რაც შეგიძლია, რომ დამწყებ ბიზნესის მფლობელებს ურჩიო, ძალიან საინტერესო იქნებოდა. დამწყებ ბიზნესის მფლობელებს ურჩევდი, რომ ის ოცნება, რაც გაქვთ და ის მიზანი, რაც გაქვთ დასახული, მიიყვანეთ ბოლომდე, არ გაჩერდეთ შუაგზაში, რადგან წარმატება მხოლოდ ბოლოს არის. ბოლოს დაგხვდებათ ეს ყველაფერი და იგემებთ იმ კარგ გემოს, რასაც მე ვქვია, გამარჯვება და საკუთარ თავთან იქნებით მართალი და არ ინანებთ, რომ მე ეს არ ვცადე და თუ არ ვცადე, ვერ გაიგებ გამოგივა თუ არა. ამიტომ უნდა სცადოთ, მიხვიდეთ ბოლომდე და ყველაფერი გამოგივათ. თავი არ დანებდეთ, იშრომეთ და მიზანი გქონდეთ დასახული. შენი ოცნებები აიხდინე? გარკვეულწილად ავიხდინე ჩემი ოცნება, ბევრი სკეპტიკურად მიყურებდა და ეხლა უკვე სხვანაირად ფიქრობენ ჩემზე, მე რეალურად შემიძლია თამამად თქვა, რომ ეს გამომივიდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს და მინდა რომ ეს მიზნები მივიყვანო ბოლომდე. კარგი, მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული მომენტები, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, ვინც დაინტერესებული არის უძრავი ქონების ბიზნესში, ინვესტიციის ჩადებით თუ ზოგადად უძრავ ქონებაში განვითარებით. ვისაუბრეთ ძირითადად
პრინციპში უძრავ ქონებას და დეველოპმენტზე და ყველაფერზე მის გარშემო რა შესაძლებლობები გაგვაჩნია დღეს, რა შესაძლებლობები გვექნება ხვალ, იმიტომ რომ ამის ხედვა არსებობს და ასევე იმაზე თუ რეალურად ვიყიდულობ სამუძრავ ქონებებს. მე მქონდა ეს კითხვა იმაწუხებდა შინაგანად ძალიან დიდი ხანი და ამას გავეცი პასუხი. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო და ბევრ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენს, მადლობა. ასევე წარმატებას გისურვებთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა. ჩემთვის ესეთი ტიპის პოდკასტი პირველი გამოცდილება იყო და იმედი მაქვს ჩემი ისტორია და იმ საკითხებზე, რა საკითხებზე ვისაუბრეთ, იქნება სასარგებლო სხვებისთვის და გეტყვით, რომ თავარი არის არ დანებდე, იშრომე და ყველაფერი გამიგე. წარმატებას უსურვებ პოდკასტს და სამომავლოდ იმედი მაქვს კიდევ გადავკვეთ.